მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ კუბა ლიბრეს მესამე ეპიზოდს, სადაც ჩვენ ვაგრძელებთ კუბის რევოლუციის შესახებ საუბარს და ამას დღეს მე, ზაზა აბაშიძე, კვლავაც გიორგი ხატიაშვილთან ერთად გავაკეთებ, რომელიც ამერიკიდან შემომიერთდება, თუმცა იქამდე სანამ გიორგის დაუკავშირდები, გეტყვით, რომ ამ ეპიზოდში საუბარი გვექნება მეტად მნიშვნელოვან ორ საკითხზე. სცენაზე შემოდის ფულხენსიუ ბატისტა, რომელიც საინტერესო საწყისი პერიოდით გამოირჩევა და ამას გარდა მნიშვნელოვანია მისი მომდევნო პოლიტიკური კარიერა უშუალოდ რევოლუციის კონტექსტში და რა თქმა უნდა ფიდელ კასტრო, რომელიც უნივერსიტეტშია ჩვენი თხრობის ამ ნაწილზე და აქტიურად გავს პირველ ნაბიჯებს კუბის პოლიტიკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ ხერარდო მაჩადოსა და კუბის დამოუკიდებლობის საწყის პერიოდზე, რაც მნიშვნელოვანი არის მომდევნო პერიოდის გასაგებად და კონტექსტის სრულად გასაანალიზებლად. ამ ეპიზოდის ხილვა შეგიძლიათ კომენტარებში, რომელიც დართული იქნება ამ ვიდეოზე. ახლა კი პრინციპში მცირე პაუზის შემდეგ შემიძლია მე უკვე გიორგის დაუკავშირდე, რომელიც როგორც თქვი ამერიკაში იმყოფება. გიორგი, როგორ ახარ? თუ გესმის ჩემი ხმა? კი ბატონო, შენ როგორ ხარ? კარგად, მეც მესამე ეპიზოდია, რაც უკვე იმედის მომცემი სიგნალია. ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოდკასტი საწყის ეტაპზე, როგორც ბევრი ქართული პოდკასტი არ გაჩერებულა და წინ მივიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ პაუზები მაინც დაგეგმილზე მეტი გვაქვს. ნამდვილად და იმედია გავალთ ფინიშის ხაზამდე მივალთ. დღეს მე მგონი ჩვენ მომენტი გვაქვს, როდესაც უკვე ნელ-ნელა უახლოვდებით რევოლუციას, ხო, დავიწყეთ კოლუმბიდან და უკვე პრინციპში შორს აღარ ვართ იმ დიადი რევოლუციისგან, რის გამოც ჩვენ წამოვიწყეთ ჩვენი პოდკასტი და ალბათ გონივრული იქნება მაჩადოს ბოლო პერიოდიდან დავიწყოთ, ხო, ვინც არ მოისმინა წინა ეპიზოდი, მას შეგვიძლია გავახსენოთ და უთხრათ, რომ ბატონი მაჩადო იყო საკმაოდ მისი პრეზიდენტობის მეორე ნაწილი იყო საკმაოდ სისხლიანი, პრინციპში გადაიზარდა დიქტატურაში და ეს ყველაფერი აუტანელი გახდა კუბის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. მოკლედ, შორს რო არ წავიდეთ და მალე რო გადავიდეთ ბატისტას ნაწილზე და მალე შემოვიყვანოთ იგი ჩვენს ავას სცენაზე, საჭიროა განვიხილოთ ერთი კონკრეტული პერიოდი. ეს არის 1933 წლის აგვისტოს დასაწყისი. ამ მომენტში ჩვენ გვხვდება შემდეგი სიტუაცია. დაახლოებით უკვე 2 წელია, რაც მაჩადოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალადობრივი პროტესტი და წინააღმდეგობა, მის წინააღმდეგ პრინციპში კუბის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია განწყობილი და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 ივლისის მდგომარეობით კუბაში გამოცხადდება გაფიცვა და ამ გაფიცვას დაიწყებენ ავტობუსის ზღოლები. ავტობუსის ზღოლებს შეუერთდებათ მოგვიანებით სხვა პროფესიის წარმომადგენლები და ეს დიდი გაფიცვა უკვე 1 აგვისტოს ხდება, რასაც სისხლიანი გზით დაარბევს მაჩადოს საიდუმლო პოლიცია და ამას მოყვება პრაქტიკულად პოლიტიკური სიტუაციის აფეთქება კუბაზე. 6 აგვისტოს მდგომარეობით უკვე გაფიცვაში არიან საკმაოდ საინტერესო პროფესიის ხალხი, ეს არის რკინიგზელები, სასტუმროსა და რესტორნის თანამშრომლები, ფიზიკოსები, მცხოვრები და სიგარის გამხვევები. მათ მოგვიანებით ემატებათ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საკომუნიკაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაახლოებით 9 აგვისტოს უკვე ეს არის ძალიან ცნობილი მომენტი, მაჩადოს წინააღმდეგ არის ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა, რის შემდეგაც უკვე პოლიტიკური კრიზისის, ასე ვთქვათ, არ დანახვა შეუძლებელია. სწორედ ამ მიზნით სამნერ ველსი, ამერიკის წარმომადგენელი კუბაზე, მიდის მაჩადოსთან და მას თავაზობს გადადგომას. მაჩადო თავდაპირველად უარზე არის, თუმცა უკვე 11 აგვისტოს მიხვდება, რომ მას აღარ აქვს სამხედროების მხარდაჭერა, პოლიტიკური კლასის მხარდაჭერა ისედაც არ ჰქონდა და იგი ალაგებს ბარგს და მიემგზავრება ბაჰამებზე. სწორედ ასე დამთავრდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და სისხლიანი ეპიზოდი კუბის არც თუ ისე საკმაოდ ახალგაზრდა ისტორიაში იმ პერიოდისთვის და უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, ვინც იდგნენ მაჩადოს წინააღმდეგ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ეს იყო მათ შორის გამორჩეული იყო ესეთი ორგანიზაცია ABC, ხო? მე მგონი არ ვაჭარბებ გიორგი აქ ჩემს შეფასებას მათზე. შენი მოსაზრებაც თუ ასეთია,
და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ქსელური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მაჩადოს წინააღმდეგ 1931 წელს და ძირითადად დაკავებული არის დეზინფორმაციის ჩახშობითა და ტერორისტული აქტების მოწყობით. ABC მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ ორგანიზაციაში იმყოფება ახალგაზრდა ფულხენსიო ბატისტა, რომელიც თან არის მაჩადოს თავრობის, ასე ვთქვათ, სამხედრო დანაყოფის წევრი, მაგრამ თან არის კონსპირატორი და იმყოფება ABC-ში. თავად ABC ეს არის უჯრედოვანი დანაყოფი, თითო უჯრედში იმყოფება 7 ადამიანი და მათ წარმოქმნა არ აქვთ, ვინ არის მათ გარდა ამ ორგანიზაციაში. ეს არის ქსელური ორგანიზაცია, A არის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა, B ქვედა დონის, საშუალო დონის, ასე ვთქვათ, კონსპირატორები და C-ზე დამწყები კონსპირატორები. და სწორედ აი ამ ქსელური ტიპის ორგანიზაციამ ძალიან აქტიური როლი შეასრულა ხელისუფლების ცვლილებაში. კიდევ კარგად რომ დავინახოთ, სად იმყოფება ფულხენსიო ბატისტა საწყის პერიოდში, უნდა ვთქვათ, ტაქტიკა რა იყო ABC-ს და ამისთვის გამოგვადგება 1932 წელს მათ მიერ შედგენილი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ორგანიზაციას უნდა მოეკლა კუბის სენატის პრეზიდენტი და მათ ეს წარმატებით გააკეთეს. და ეს იყო პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი გულისხმობდა მაჩადოსთან სრულიად თავრობის ჩამოცილებას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და როგორ უნდა მომხდარიყო ეს? მოკლული სენატის პრეზიდენტის გასვენებაში უნდა აეფეთქებინათ ის ადგილი, სადაც თავს მოიყრიდა, ასე ვთქვათ, მთელი ეს, არ ვიცი, მიცვალებულის მეგობრები, კოლეგები თუ ასე შემდეგ და ამ გზით ჭირისუფლები, შეგვიძლია ვთქვათ, კი ბატონო, ჰავანის სასაფლაო იყო ეს ადგილი, არც მეტი, არც ნაკლები, ბომბიც დადებული იყო, თუმცა ოჯახის წევრებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და სხვაგან დაასაფლავეს საკუთარ კარმიდამოში და ამით გადარჩა მაჩადო. მაშინ, მოკლედ, ეს არის კონტექსტი, რაც წინ ახლავს, ასე ვთქვათ, ფულხენსიო ბატისტას პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას. სწორედ ამ გზით მოხდა ჩამოცილება მაჩადოსი, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ. ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5-დან 10 სექტემბრამდე კუბაში არის ხელისუფლების ვაკუუმი, რადგანაც ბატისტასთან დაკავშირებული ადამიანები 5 დღით იღებენ, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას. რის შემდეგაც პრინციპში იწყება ახალი ეტაპი და გიორგი აქ შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო, კუბის პრინციპში ადამიანი, რომელმაც გამოაცხადა კუბის დამოუკიდებლობა, დაიწყო 10 წლიანი ომი, სესპადესზე არის საუბარი, თუმცა მისი შვილი, რომელიც თუ სწორედ მახსოვს ფილადელფიაში ან ნიუ-იორკში არის დაბადებული, სწორედ მისი შვილი იგივე სახელის მქონე ადამიანი გამოდის სცენაზე. დიახ, ჩვენი პირველ ეპიზოდში ვახსენეთ, ხო, სესპედესი 1868 წელი პირველი 10 წლიანი ომი დამოუკიდებლობისთვის, მისი შვილი, მას შემდეგ რაც ხერარდო მაჩადო გარბის ხდება კუბის პრეზიდენტი, მაგრამ მისმა პრეზიდენტობამ გასტანა მხოლოდ 1 თვე. მან, ასე ვთქვათ, გადაიმტერა სამხედროები, ჯერ ერთ-ერთი ეს პოლიტიკური ძალადობა, რაც შენ ახსენე, არ გაჩერებულა, მან გადაიმტერა სამხედროები და ჩვენ მივდივართ კუბის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან მოვლენამდე, ხო? ეს არის სესპედესის გაპრეზიდენტებიდან 1 თვეში ჩვენ ვიღებთ სერჟანტების რევოლუციას, ხო? სოფლიოს ძირითადად, საბერძნეთს ახსოვს პოლკოვნიკების ხუნტა მართავდა საბერძნეთს, ძირითადად გენერლები ახორციელებენ რევოლუციას, ხო? ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა დაბალი, ასე ვთქვათ, ოფიცრობა აჯანყდა, იმიტომ რომ ვთქვათ, მათ პრივილეგიები წაართვეს, სამსახურიდან გაუშვეს და ასე ვთქვათ, ფულხენსიო ბატისტა უკვე ესე იგი პირდაპირ შემოდის კუბის სცენაზე. ერთი-ორი სიტყვა რო ვთქვათ ფულხენსიო ბატისტაზე, ესეთი თუ შევადაროთ ფიდელის და ფულხენსიოს ბავშვობა, ეს არის დიდარი მიწათმფლობელი მამა და მეტნაკლებად უზრუნველყოფილი, ესე ვთქვათ, ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ფულხენსიო ბატისტას ბავშვობა. ეს არის უღარიბესი ბავშვობა, სადაც მას უწევს ისეთ სამუშაოებზე მუშაობა, ღამის სკოლა დაამთავრა. რკინიგზელი იყო ცოტა ხანი კი არა და კაი ხანი და იქ მუშაობდა. და მამამისი იყო, ასე ვთქვათ, შაქრის მუშა. ასევე თუ ეს რასობრივი საკითხი რო შემოვიტანოთ, ფიდელი თუ ასე ვთქვათ, სულთა თეთრკანიანების შთამომავალია, ბატისტა მულატი გახდათ. კი და თან თავს ყოველთვის იწონებდა იმითაც, რომ კრეოლების სისხლიც, ანუ ადგილობრივი ხალხის სისხლიც ერია მის წარმომავლობაში, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ამბობდა. და ასე ვთქვათ, 1921 წელს ის უერთდება, კი არა, არმიაში შედის და 1933 წელს
იმ ქაოსის პირობებში, ასე ვთქვათ, ერთ თვეში ამხობენ სესპედეს და სირეხნით, ესე იგი, ჯერ არის გვაქვს ეს პენტარქია, ხო, ანუ ხუთკაციანი მმართველობა, 5 დღით გვაქვს ეს მმართველობა. და ის პრეზიდენტი ხდება რამონ გრაუ სან-მარტინი. ჩვენ ის ვახსენეთ წინა ეპიზოდში, როდესაც ხერარდო მაჩადომ დაარბია ჰავანის უნივერსიტეტი, მან დაიჭირა ფსიქოლოგიის პროფესორი, ბატონი რამონ გრაუ და აქ ის ხდება კუბის პრეზიდენტი. ჩვენ მას ასევე ვახსენებთ მომავალშიც, მაგრამ კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს ისტორიებში ბატონი რამონ გრაუ. გიორგი, ერთ დავამატებ, სანამ გავაგზავნებთ. პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც საუბრობთ ფულხენსიო ბატისტას წარმომავლობასა და საწყის წლებზე, მართლა ძალიან კარგი პარალელია, ხო? მოგვიანებით ბატისტა ჩვენ გვხვდება როგორც მემარჯვენე ავტოკრატი ან დიქტატორი, ხოლო ფიდელი არის კომუნისტი, მემარცხენე, რომლებიც მუშათა კლასის ინტერესებს იცავს. არა და საწყისი ნიადაგი აბსოლუტურად განსხვავებული არის. ბატისტაზე ასევე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ, რომ იგი ცოტა ხანი პროფესორიც იყო უნივერსიტეტში, კომერციის გრამატიკას, აი ესეთ უცნაურ საგანს ასწავლიდა, თუმცა რასაც ამბობენ არის ის, რომ მას არასდროს დაუმთავრებია უნივერსიტეტი, თუმცა კითხულობდა აბსოლუტურად ყველა წიგნს, რაც მას ხელში მოხდებოდა. მიზანმიმართული იყო, რომ ეს განათლება რაღაცნაირად მას შეეძინა ნაცვლად დალევისა და დროის ტარების. ეს უნარი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემდგომ პრინციპში მისი კონცენტრირებულობა და ის სიტუაციის კითხვა ბევრგან ადგება ბატისტას, მათ შორის შერასაც ახსენებ, ხო, სერჟანტების რევოლუცია რამდენიმე შრიანი იყო და სათქმელია ისიც, რომ ამ ასე ვთქვათ სერჟანტების რევოლუციის მმართველ კომიტეტში ბატისტა არ იყო მთავარი ადამიანი. პაბლო როდრიგესი იყო ესეთი კაცი, რომელიც უფრო გამორჩეულ ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა ესე ძალიან შაბლონზე ვიტყვი. ამას დაუაბგონა მერე ბატონმა ბატისტამ და გადაასწრო როდრიგეს. ეს ისე ჩანართისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავაგრძელოთ, იმიტომ რომ რამონ გრაუ მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია. რამონ გრაუს პრეზიდენტობა იწყება იმით, რომ ისინი აუქმებენ 1901 წლის კონსტიტუციას, შესაბამისად პლატის შესწორება კუბის მხრიდან გაუქმებულია. პროგრესული რეფორმები, 8 საათიანი სამუშაო დღე, მინიმალური ხელფასი, ესე იგი პლანტაციების ოკუპაცია, რაც ასე ვთქვათ, იწვევს უკვე შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის შეერთებული შტატები უარს აცხადებს აღიაროს რამონ გრაუს მთავრობა და ესე იგი ბატისტამ უყურა, ნახა რომ აღიარება არ იქნება და სტაბილიზაცია არ იქნება და საბოლოოდ 1934 წელს დიდად არწყენია. ამხობენ ის მექსიკაში გარბის, ესეც ასე ვთქვათ, უკვე ნავსაყუდელი, ცნობილი ნავსაყუდელი. კუბის ისტორიაში და აქ ესე იგი ხდება რამდენიმე მოვლენა. პირველ რიგში რამონ გრაუს დამხობის შემდეგ ბატისტა ხდება კუბის პრეზიდენტი არ ხდება, მაგრამ ის ხდება ესეთი თქვათ ცნობილი ტერმინი არაფორმალური მმართველი კუბის, ხო? შემდგომ ისე არის სამხედრო ელხეფე არის, ასე ვთქვათ, სამხედრო არმიის მთავარსარდალი არის. და ასე ვთქვათ, პრეზიდენტები მოვლენ და წავლენ, მაგრამ ბატისტა ხდება, ასე ვთქვათ, შემდეგი 10 წლეული ხდება ესეთი სტაბილურობის გარანტია, ასე ვთქვათ, ხო? ამერიკის პოლიტიკაც იცვლება, პირდაპირ სამხედრო ინტერვენციები აღარ ხდება და ის ჩანაცვლდება, ასე ვთქვათ, ეს სტრონგმენი, ანუ ძლიერ ლიდერზე დაყრდნობით, ანუ ბატისტა და არმია ხდება ის სტაბილიზატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ერთის მხრივ წესრიგი, მეორეს მხრივ ამერიკის ეკონომიკური ინტერესის გადარება. გიორგი, აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ და მე სპეციალურად მომამზადე კიდეც, პრინციპში თუ არ ჩავთვლით ინტერპრეტაციის საკითხია, ზოგისთვის 5 პრეზიდენტი იყო, ზოგისთვის 7 გააჩნია იქ არიან დროებითი სულ რამდენიმე საათით ან დღით რო იყვნენ საბოლოო ჯამში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამონ გრაუ არის პრეზიდენტი თავიდან, რომელიც 100 დღე გასტანს, მისი მთავრობა სოციალურ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებს გადადგავს და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამონ გრაუს მთავრობა ეს იყო ისეთი სოციალისტური მთავრობა და ეს რაღაცა დაკარგული იმედი, ასე ვთქვათ, და ეს დაკარგული პერსპექტივები მოგვიანებით შეიძლება სწორედ ფიდელ კასტრომ განახორციელა, ხო, ეს პირველ ეტაპზე ეს ექსპერიმენტი არ გამოვიდა. თუმცა შემდგომ ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი კარლოს მენდიეტა, რომელიც დაახლოებით არის 11 თვე და აი აქ ჩანს კარგად ბატისტას პოლიტიკური მოქნილობა და ის გზა, რასაც ის ცდილობს.
როგორც კი მენდიეტა იქცა ტვირთად, მან აქციები ჩაახშო მტკივნეულად და ოპოზიციასთან ვერ მოილაპარაკა, რომ ოპოზიცია გამოსულიყო არჩევნებზე. მაშინდელი ოპოზიცია ბოიკოტს ემხრობოდა, იმიტომ რომ არ ჯეროდა მენდიეტას თავრობა ჩაატარებდა დამოუკიდებელ არჩევნებს. მომენტალურად გააგდო მენდიეტა და აირჩია ახალი ხოსე ბარნეტი. ეს ხოსე ბარნეტი იყო ძალიან ისეთი ყოფილი დიპლომატი, რეპუტაციის მქონე ადამიანი, მან არჩევნებამდე მიიყვანა კუბა, როგორც კი მიხვდა, რომ ეს კაცი აღარ ჭირდება, მოიყვანა მიგელ გომესი, თავისი, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი და აი აქაც შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო, რაღაც საქართველოს ანალოგია, მიგელ გომესი, ეს მესამე პრეზიდენტი უკვე ბატისტას არაფორმალური მმართველობის დროს, როგორც კი გამოაჩენს თავის კბილებს და საკუთარ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სურვილებს, მან ვეტო დაადო ბატისტას ერთ-ერთ კანონს, რომელიც ითვალისწინებდა ჯარისთვის სასკოლო ასე ვთქვათ სისტემის გადაცემას და ჯარს უნდა ესწავლებინა განათლება სოფლებში რათა არ მოეწყო. ჯარისკაცები უნდა გამხდარიყვნენ მასწავლებლები. კი და გომესმა ეს რა უბედურებაა უკაცო სამოქალაქო ადმინისტრაცია რისთვის არსებობსო და მოუწყო ასე ვთქვათ საკანონმდებლო პუტჩი და გააგდებინა დეპუტატებს გომესი და შემდგომ არის უკვე ფედერიკო ბრუ არ ვიცი გააჩნია როგორ ვიტყვით ამას იგი 4 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი ვიდრე ბატისტა თავად იყრიდა კენჩ ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ბატისტა ერთის მხრივ მას ჰქონდა ძალაუფლება მეორეს მხრივ აი ამ ფასადური დემოკრატიით აი ამ ავტოკრატიას მალავდა და მათ შორის იმიტომ რომ ამერიკის ხარდაჭერა არ დაეკარგა და ეს ფასადური დემოკრატიობანა ეთამაშა, სწორედ აი ამ სტრატეგიას ირჩევდა და ძალიან ისე ცივსის მაკიაველისტი იყო, ასე ვთქვათ, მის პირველი პერიოდი, სანამ დიქტატორი გახდებოდა, ძალიან მაკიაველისტური პოლიტიკოსი იყო. ეს ეხა ძალიან დიდი პერიოდი ჩავირბინეთ უცბად. აქ სხვათა შორის ხო, აქ ერთი რამე უნდა ითქვას, ერთადერთი რომ რამონგრამ რომ გაუქმა კონსტიტუცია და შემდეგ უკვე როცა მენდიეტა ხდება პრეზიდენტი, 5 დღეში ამერიკამ ცნო და ამერიკაც აუქმებს პლატის შესწორებას. ამის მაგივრად იდება ესე თქვა ეს ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმეგობრობის ხელშეკრულება და ეს ერთადერთი რჩება ეს შაქრის ვაჭრობის უპირატესობები თქვა კუბისთვის და გავახსენოთ მსმენელებს და მაყურებლებს პლატის შესწორება რა არის, იმიტომ რომ ეს ძალიან პლატის შესწორება ესე იგი კუბის დამოუკიდებლობის დროს ესე იგი პირობები რომელსაც ამერიკა მისცა კუბას დამოუკიდებლობა და ითვალისწინებდა ამერიკის უფლებას ჩაერიოს კუბის შიდა საქმეებში, იქ გუანტანამოს ბაზის სამუდამო იჯარა, ვეტოს უფლება ყველაფერზე ნამდვილად აყენებდა ეს კუბას და ის შენ რა მაგალითით მოყევი ეს მარიანო გომესის ეს ძალიან საინტერესო მაგალითია, ხო? ანუ ხერარდო მაჩადოს გაგდების შემდეგ პირველი არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც დაიჯერა, რომ პრეზიდენტი იყო და მას იმპიჩმენტი მოუწეს. აი ეს კარგად მე ვიქნები უფრო ისეთი თამამი და ვიტყვი რომ დაახლოებით აი სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში რომ გადაიმტერა ქართულმა ოცნებამ, თუ პირიქით ქართული ოცნება გადაემტერა, დაახლოებით ესეთი ვარიანტი იმპიჩმენტი ქალბატონ სალომესაც მოუწეს, მაგრამ აქ ფორმალური იყო ეს, მაგრამ მოდელი არის მსგავსი, ხო? იმიტომ რომ რა წამსაც მართლაც დაიჯერა გომესმა, იმ წამსვე ბატისტამ შენ ჭკუაზე უნდა მოხვიდეო და მოიყვანა კიდეც. და გიორგი აქ არის ერთი მისული, ხო? გისმენ. არა, გისმენ. ხო, 36-40 წლები ეს არის, თქვათ, ერთის მხრივ საინტერესოა იმ კუთხით, რომ კომუნისტები არიან ალიანსში, თქვათ ბატისტასთან. მერეც გამოჩნდება ეს ჩვენ წინა ეპიზოდშიც ვახსენეთ, რომ კომუნისტები არიან ბატისტას ერთგულ ალიანსში და ეს ეხმარებიან ბატისტას აკონტროლოს მუშათა მოძრაობა. და 1940 წელს მიუხედავად იმისა, რომ ეს ნახევრად თუ ღიად ავტორიტარული სახელმწიფო კუბა წერს სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციას. ზღაპრული სოციალისტური კონსტიტუცია არის, რომელსაც ხელს მოაწერდა მაშინდელი, არ ვიცი, ბევრი მემარცხენე პოლიტიკოსი, ხო? შეგვიძლია ესე ვთქვათ, გადაჭარბების გარეშე. თანაბარი უფლებები, საყოველთაო საარჩევნო უფლება, უნივერსიტეტების ავტონომია ისე დონეზე, რომ ჯარი და პოლიცია ვერ უნდა შევიდეს, მინიმალური ხელფასი, საყოველთაო ჯანდაცვა, ანაზღაურებადი შვებულება, საკუთრების უფლებები. აი ესეთი კონსტიტუცია დაწერა კუბამ, ჩაატარეს არჩევნები და უკვე ფულხენსიო ბატისტა ხდება კუბის პრეზიდენტი 1954 წლებში. კი, და აქ ერთი დეტალია, ბატისტა პრეზიდენტი ხდება, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კომუნისტებთან ძალიან ახლო თანამშრომლობით. და ეს მომენტი არის გასარჩევი, რადგანაც ერთის მხრივ ბატისტამ კომუნისტებს მიცა უფლება და მათი ლეგალიზაცია მოახდინა. ამ პირობებში კომუნისტებმა შეძლეს საკუთარი გაზეთი ჰოიერქო, მე მგონი დაარსება, ასევე სამთავრობო რადიო ჰქონდათ.
ამითი ასე ვთქვათ, კომუნისტები მოიქცნენ ცივსისხლიანად, ხო ისინი გაყვნენ სტალინის დირექტივას, რომლის თანახმადაც მართველი, რომელიც არის ანტიფაშისტი, თუნდაც იყოს ასე ვთქვათ, ავტოკრატი, დიქტატორი ან იმპერიალისტი, შეიძლება რომ მასთან ითანამშრომლო და შეეკრა და ეს გამოიყენოს საშენოდ. და მეორე, რა მიიღო ამითი ბატისტამ, ხო, ბატისტას ერთის მხრივ ჭირდებოდა პარტია ტექნიკურ დონეზე, მეორე მხრივ ჭირდებოდა მუშათა კლასის მხარდაჭერა, რათა არჩევნებში გამარჯვებისთვის მიეღწია. კი, სურათი ასეთია, რომ ბატისტა თავის სამხედრო ელიტს აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ სრული კონტროლი მაინც სხვა რაღაც არის, ხო? ეს განსხვავდება და შეიძლება აქაც შევხედოთ, თუ სწორედ მახსოვს ბატისტას კონკურენტი იყო რამონ გრაუ. რამონ გრაუმსა და ბატისტასთან ასე ვთქვათ შერკინება და დაახლოებით 300,000 ხმით წააგო. კი, ეს მაშინ დიდი განსხვავება იყო, მაგრამ მოკლედ შედგა არჩევნები. ამის თქმა მინდა და ყველაფერი 100%-ით გარანტირებული არ იყო. აი აქ ასე მივედით ჩვენ ბატისტას უკვე პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლის იმის თქმაც შეიძლება რომ აღდგა რამდენადაც ეს შეიძლებოდა სამოქალაქო მმართველობა ქვეყანაში აღდგა და რა თქმა უნდა იწყება მეორე მსოფლიო ომი, რაც კუბისთვის პირველი მსოფლიო ომის არ იყოს, ამერიკამ იყიდა მთელი შაქრის მოსავალი 41-ში, 42-ში, 43-ში, ანუ ეკონომიკურად წაადგა ეს კუბას, ამის თქმა თუ შეიძლება და ერთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს გადავაწყდი, რომ 1953 წელს კუბის სამხედრო საზღვაო ძალებს ჩაძირული აქვთ გერმანული წყალქვეშა ნავი, ასე ვთქვათ, ესე იგი ესეთი მოვლენაც მოხდა. კი, აქ მე თუ არ ვხვდები ამ კი, სწორი არის და ასევე ერთი უბრალოდ საზღვაო ამბებთან გამახსენდა მანდ გემი მოადგა, სადაც ძალიან ბევრი ებრაელი იყო და მათ მიღებაზე უარი თქვა, ეს ბატისტამდე ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ასე ვთქვათ. ამით კუბაში ძალიან ასე ვთქვათ განწყობები ანტისემიტური საკმაოდ მაღალი იყო, ეს ფედერიკო ბროუს დროს ხდება თუ სწორედ მახსოვს. გიორგი, იცი რა, ჩვენ ალბათ მაყურებელიც და მსმენელიც მოგვიტევებს, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებს, ეპოქებს, დროებს ძალიან სწრაფად გადიხართ, მეორე მხრივ რთული ნახევარსაათში მოყვე ყველას პრეზიდენტობა და სიამოვნებით თუ კი ვინმეს რაიმე კითხვა ექნება, ჩვენ ხელმისაწვდომები ვართ, მაგრამ რომ შევაჯამოთ ბატისტას უკვე, ბატისტა როგორც არა სამხედრო არაფორმალური მმართველი, არამედ როგორც პრეზიდენტი. აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ეკონომიკური ბუმი. იგი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს, რა თქმა უნდა, და მოკავშირეების მხარეს. განხორციელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1933-1900 პრინციპში 40-44 წელი ეს არის კუბის დემოკრატიის ზეიმი არის, განხორციელდა სოციალური რეფორმები, როგორც შენახსენე, ეს არის მინიმალური ხელფასი, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ასევე რადიოების რაოდენობა იმატებს მნიშვნელოვნად, ტელეკომუნიკაცია ძალიან განვითარებული არის, ეს არის ასე ვთქვათ, ხო, რა იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ხო, რომ რაღაცნაირად შეემცირებინათ უცხოელების ფლობა მიწებზე, ხო, ძალიან ლატიფუნდისტები, ხო, პრინციპში ეს ძალიან სამხრეთ ამერიკული გამოწვევაა, კუბაშიც ეს არსებობდა და ბოლო, ხო, ფინალური აკორდი ამ დემოკრატიული თავისა არის ძალაუფლების გადაცემა. არავის არ სჯეროდა, რომ ბატისტა დათმობდა ხელისუფლებას, მაგრამ მან 1954 წელს ჯერ ერთი კუბის ეს დემოკრატიული კონსტიტუცია გრძალავდა მეორე ვადაზე კენჭისყრას 8 წლიანი. ხო, ერთვადიანი იყო, ერთი ვადე შეეძლო. და მან რამონ გრაუმ მოიგო არჩევნები, ბატისტას ასე ვთქვათ კანდიდატმა წააგო. არა მარტო ტოვებს ბატისტა ხელისუფლებას და ეს შემდგომში ჩვენ ვნახავთ კუბის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როცა ესეთი სტრონგმენი თავისით წავიდა, ხო? არც ხერარდო მაჩადო წავიდა თავისით და არც ბატონი ფიდელი წავიდა თავისით, ხო? ის არა მარტო ტოვებს თანამდებობას, არამედ ასე ვთქვათ ერთგვარად გაეცლება, ხო? ის გადადის ფლორიდაზე, ფლორიდაში. მიაქვს უდიდესი, ასე ვთქვათ, სიმდიდრე წარმატებით. და სახდება, ნუ ეს მომავალში უფრო გაიჟღერებს ეს სახელი, მეიერლანდსკის მეზობლად სახდება ფლორიდაზე და ამით ის ასე ვთქვათ ამთავრებს ამ 11 წლიან ეპოქას ერთგვარად. კი, ეგ კარგი მომენტია, ჩვენ ახლა გამოგხსოვდა ორი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1900 ასე ვთქვათ 33 წელს ბატისტა გაიცნობს ცნობილ განგსტერს მეიერლანდსკის და მას შემდეგ მათი ურთიერთობა არის საკმაოდ ისეთი თბილი, ახლო და სტაბილურობით გამორჩეული. ერთის მხრივ ამერიკულმა მაფიამ იცოდა, რომ კუბაზე ყავდა მეგობარი ბატისტას სახით, მეორეს მხრივ ბატისტა და მისი რეჟიმი ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ ამითი და ჩვენ ამ თემაზე სპეციალური ბონუს ეპიზოდი გვექნება, აქვე დავაანონსებ. ხო, ეს ისე ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 44 წლის მდგომარეობით ბატისტა არის მაიამიში, სადაც მოგვიანებით ძალიან ბევრი კუბელი
უფრო ბედნიერად გაატარებს საკუთარ დროს ვიდრე ჰავანაში და რა ხდება ამ დროს კუბაზე, ხო? კუბაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრუნდება რამონ გრაუ, რომელსაც ცარიელი ხაზინა. კი, ცარიელი ხაზინა, რამონ გრაუს აქ პარტია, ეს აუთენტიკო, ეს ის პარტია, რომელიც მე როდესაც ვახსენე არაპირებდა მონაწილეობას არჩევნებში. რამონ გრაუ ბრუნდება, ასე ვთქვათ, პოსტზე და მისი ლოზუნგი არის, რომ გაწმენს ამ სამხედრო კორუფციულ სისტემას, რომელიც ბატისტას თან ახლდა, ანუ კუბაზე გარდა იმისა, რომ ეხლა მიდის ეს ეკონომიკური წინსვლა, სოციალური რეფორმები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ედემის ბაღია დემოკრატიის და ყვავის, ასე ვთქვათ, ადამიანების ცხოვრება, არის ძალიან კორუფციული რეჟიმი, კლასებს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად იგრძნობა, არის ძალიან დუღარე ისეთი პოლიტიკური ცხოვრება სხვადასხვა პარტიები, მოკლედ ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის წინააღმდეგ პლატფორმით მოვიდა რამონ გრაუ, მასთან ჰქონდა ხო ეს ლეგენდა, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც იდგა სტუდენტებთან, იყო 100 დღიანი მთავრობის ლიდერი, რომელიც ჩამოაგდეს, თუმცა ეს ყველაფერი აღმოჩნდა სამწუხაროდ ქიმერა და რეალობა მივიღეთ ისეთი, რომ რამონ გრაუ აკეთებს იმას, რის წინააღმდეგაც მოვიდა. მისი ხელისუფლება იძირება კორუფციაში, მის ირგვლივ არსებული ელიტა მდიდრდება წარმოუდგენლად, კუბაში ეს განგსტერიზმი, მკვლელობები, პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენების, უბრალო ადამიანების გატაცება, გადაგდება, გამოსასყიდია. ეს მთელი ეს უბედურება, ეს შეგვიძლია ვთქვათ, ხო, დანაშაულებრივ სინდიკატებს რაც ახლავს, ეს ამოდის, ასე ვთქვათ, ზედაპირზე. და ეს არის რეალობა, რაშიც უცბად კუბა გადაინაცვლებს და ამ რეალობაში ამ ტრანზიციას აკეთებს რამონ გრაუ, ბევრისთვის გასაკვირვად, რომელმაც სრულად დაკარგა, ასე ვთქვათ, რეპუტაცია. მათ შორის ახლა ჩვენ ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ ფიდელის ახალგაზრდობაზე. ფიდელი ძალიან აქტიურად აკრიტიკებდა რამონ გრაუს სწორედ აი ამ ღალატისთვის, რაც მან ჩაიდინა ბევრის აზრით და ეს არის რამონ გრაუს, ასე ვთქვათ, პირველი არა, მეორე პრეზიდენტობა, ხო? რამე ხო არ გამომცა ესეთი. კაი მაგალითია ისტორიას, ეს არაერთხელ ახსოვს და ეს მართლა კაი მაგალითია, როგორ თქვათ ესეთი როგორ თქო გმირი ხდება ურჩხული, ხო? ანუ კაცი, რომელიც მაჩადოს დროს თვითონ რეპრესირებული იყო, პირველი პრეზიდენტობის დროს დაამხეს და ამდენი წელი იბრძოდა ხან ემიგრაციიდან, ხან კუბის შიგნიდან, ბოლოს როდესაც ხდება პრეზიდენტი, აბსოლუტურად, ესე იგი, უნდა და არ უნდა და, მაგრამ როგორც შენ ახსენე, ხო, ჩაიძირა კუბა განგსტერიზმში. ჩვენ ამას მერეც მოვყვებით, მაგრამ ბევრს გონია რომ ეს ბატისტას დროს მოხდა არა და მის დროს ტარდება მაფიის ჰავანის კონფერენცია, ეს არის 46 წელი, ანუ მის პრეზიდენტობის დროს ტარდება, ესე იგი მაფიის კონფერენცია ჰავანაზე და ერთი სახასიათო მაგალითია კორუფციის დონის ესეთი განათლების მინისტრი ყავდა ხოსე ალემანი, რომელიც მერე მაიამიში გაიქცა 20 მილიონი დოლარით, თან მაშინ 20 მილიონი, სხვა 20 მილიონი. დღეს რამდენი 80 ნაღდათ არის ან ასე. ხო. და ასევე მნიშვნელოვანია ხო იცი საიდან მოიპარა ეგ ფული ეგეც დღეს ბევრი რაღაცა ემთხვევა ეგ მოიპარა სკოლის მოსწავლეებს საუზმის ფული მოპარა და მაქედან იყო ეგ მილიონები შეგროვებული ასე ვთქვათ ჩვენთან ეს საინტერესო პიროვნება მანამდე ლობირებდა და ჩვენ ამასაც ვიტყვით ტრუხილიოს დამხობას თვითონ კუბის მთავრობაში და ექსპედიციის ერთ-ერთი ლობისტი იყო და ნუ მაგრამ რა არის აქ თავარი ხო 47 წელს როგორც ჩვენ თქვით ფიდელი აბარებს ჰავანის უნივერსიტეტში ანუ რამონ გრაუს პრეზიდენტობის ბოლოსკენ იწყება ფიდელის ასე ვთქვათ პოლიტიკური სოციალიზაცია და მისი კრიტიკა და ასე ვთქვათ მისი გულაცრუება არის ასე ვთქვათ პირველი პოლიტიკური ვნებები ფიდელის ნამდვილად და გიორგი აქ უნდა ვთქვათ რომ სანამ ჩვენ შემდგომ პრეზიდენტზე პრიოს ოკარასზე გადავალთ რამონ გრაუს მეორე პრეზიდენტობის დროს ხდება ესეთი და კუბის პოლიტიკური ლანდშაფტი რო წარმოვიდგინოთ პრინციპში ჩვენ შევეცადეთ რომ ეს წარმოგვეჩინა ეს არის კორუფცია, ფავორიტიზმი და ამ დროს მე წეღან ენა გამექცა ესეთი პარტია ორთოდოქსები არის რომელიც არის სუპერ პოპულარული პარტია მისი ლიდერი არის ედუარდო ჩიბასი სუპერ პოპულარული ლიდერი რომელიც ყოველ კვირაში ერთხელ აქვს რადიო გადაცემა და ამ ხელს ასე ვთქვათ მთავრობის წევრებს კორუფციაში გიორგის მიერ დასახელებული განათლების მინისტრი რომელმაც უბრალოდ ენრაოდენობით ფული წაიღო მაიამიში და იქ სასტუმროები, კაფე-ბარები და რესტორნები იყიდა, იყო სამიზნე სწორედ ედუარდო ჩიბასის და მოგვიანებით სხვათა შორის ხო სულ იყო საუბარი იმაზე რომ
ამ შემთხვევაში ალემანი მას თხოვდა მტკიცებულებების მოტანას, ჩიბასი ყოველ ასე ვთქვათ მომდევნო კვირას პასუხობდა, მაგრამ თუ არ ვთქვი 1950 წელს ალემანი გარდაიცვლება და სწორედ ამ გარდაცვალების შემდეგ გამოთავისუფლდა საკანონმდებლო ორგანოში ადგილი და ამ ადგილს მოიგებს ედუარდო ჩიბასი, ხა რამდენადაც ისეთი სიმბოლური არ უნდა იყოს, მაგრამ აქ არჩება ეს ისტორია, რატო ვამბობ ამას? ვამბობ, იმიტომ რომ ედუარდო ჩიბასი არის ფიდელ კასტროს გმირი. ხოსე მარტის მერე მას ასეთი პოლიტიკური აიდოლი არ ყოლია და რატომ ხო? ეს ხდება იმიტომ რომ შემდგომ ახალმა განათლების მინისტრმა აურელიანო არანგო იყო თუ არ ვთქვი მისი სახელი და გვარი გააგრძელა ფულის პარვა ზუსტად იგივე სქემით სკოლის მოსწავლეებისგან საუზმის ფულს იპარავდა ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში თუ კი იმას მიჰქონდა ამერიკაში და მაიამიში ედუარდო ჩიბასი ამბობდა რომ ახალ მინისტრს გვატემალაში მიაქვს ეს ფული და იქ ყიდულობს ასე ვთქვათ უძრავ ქონებას და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში ეს ისტორია რომ მოკლედ დავასრულო ედუარდო ჩიბასმა საკუთარ ასე ვთქვათ მომხრეებს უთხრა რომ მომდევნო კვირას გააცნობდა მტკიცებულებებს იგი ამ მტკიცებულებების აღებას ელოდებოდა ერთ-ერთი პოლიტიკოსისგან რომელმაც აღარ მიაწოდა ეს მტკიცებულებები გადააგდო მარტივად რო ვთქვათ ან არ ვიცი გაიყიდა ან გაქირავდა ქართულ პოლიტიკაშიც ბევრია ეგეთი შემთხვევა და ედუარდო ჩიბასი არ ვიცი აქ ღირსების ასე ვთქვათ სკალა რო იყოს იქიდან გამომდინარე რომ ვერ წარმოადგინა ეს დოკუმენტები მან საკუთარ რადიო მიმართვაში შემდეგი სიტყვები თქვა კუბელებო გაიღვიძეთ ეს ჩემი ბოლო განგაშის ზარია ამოიღო პისტოლეტი და დაიხალა შუბლში სწორედ იმიტომ რომ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა ეს ტრაგიკულად დაამთავრა ამ ადამიანმა სიცოცხლე და იგი შეეცადა რომ კუბელი ხალხი გამოეღვიძებინა და მოკლედ ეს მომენტი მთელი იქამდე არსებული ისტორიით და ფინიშით ფიდელისთვის არის აღმართოვანებელი ხო ეს იგი ღირსების და ისიც უნდა ითქვას რომ პარტიის დაფუძნებაზე ანუ მიდის ანუ პირველ პარტიას სადაც შედის ეს არის ეს ორთოდოქსული პარტია დაფუძნებასაც ესწრებოდა ანუ ესეთი მნიშვნელოვანი იყო ფიდელისთვის ედუარდო ჩიბასის პიროვნება და ესე ვთქვათ ამ უკვე პრიოთი ვამთავრებთ ხო ამ პრიო სოკარასის ხო პრიოც ბარემ ესე იგი აქ პრინციპში ხა რაღაცა არ ვიცი მე პრიოს პერიოდში რაღაცა განსაკუთრებული ისეთი არ ვიცი რა შეიძლება ეს არის ასე ვთქვათ ბატისტა ბრუნდება და სენატორი ხდება ესე ვთქვათ კი ბატონო პრიო არის თავის მხრივ რამონ გრაუს ხელის ბიჭი არა მაგრამ მისი პარტიის გამგზელებელი და ანუ მაინც მოახერხა გრაუს პარტიამ გამარჯვება კარგი პოზიტიური არის ის რომ ეროვნული ბანკი ფუძნდება ნეგატიური არის ის რომ ეს განგსტერობა მაფიოზობა ფულის ჭამა გაყოლება ეს ყველაფერი ხდება გრძელდება პრიოს პერიოდში შესაბამისად აი ესეთი განსაკუთრებული გარდატეხა აქ ნამდვილად არ მომხდარა და ნუ მისი პრეზიდენტობა არის 1958-1952 წლები ეს არის ასე ვთქვათ 52 წლის მარტში რომელსაც ჩვენ გავშლით მაგრამ მარტივად რო ვთქვათ უყურა ბატისტამ ამ მდგომარეობას და 52 წლის მარტში არმიის ხარდაჭერით აბსოლუტურად უსისხლოდ დაამხო პრიო, რომელიც ასევე დაიმალა მექსიკის საელჩოში, ასე ვთქვათ, ყველა მიესალმა თუ არ მიესალმა, მაგრამ არავის დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს, იმდენად დაიღალა კუბელი ხალხი ამ ანარქიით და განგსტერიზმით. თან და ბატისტა დაპირდა არჩევნების ჩატარებას 53-ში და მოკლედ 1952 წლის გადატრიალებით უკვე ბატისტა საბოლოო ჯერ მოდის ესე ვთქვათ კუბის ხელისუფლების სათავეში ის უკვე აღარ დათმობს თავისინებით ამ თანამდებობას აი აქ გავჩერდეთ ჩვენ აქ უნდა შევაჩეროთ იმიტომ რომ რაღაც გაგებით ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი როგორც მაჩადოს მმართველობა მორჩა და გარდამტეხი ეტაპი დაიწყო სწორედ აი აქ რჩება ერთი დიდი ეპიზოდი ალბათ კუბის ისტორიაში საბოლოო ჯამში ბევრი ქარტეხილიც ავსე მაგრამ დემოკრატიის თვალსაზრისით ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და ეს ნაწილი სანამ ფიდელის სტუდენტურ ცხოვრებაზე გადავალთ რო შევაფასოთ საბოლოო ჯამში არის ეს ფსევდო რაღაც მაკიაველისტური პოლიტიკური ქმედებებით სავსე ფასადური დემოკრატია თუმცა მეორე მხრივ 1940 წელს კუბა იღებს სუპერ დემოკრატიულ კონსტიტუციას უმჯობესდება მუშების დასაქმებულების მდგომარეობა მატულობს წერა-კითხვის ცოდნეთა რაოდენობა საჯარო ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი და უფრო ასე ვთქვათ სტაბილური ხდება მოკლედ ეს ასპექტებიც თან ახლავს ესეთი დუალური იყო ასე ვთქვათ ბატისტას პერიოდი ბატისტას პირველი ნაწილი კუბისთვის და ეს ძალიან დიდი ნაწილია სიმართლე ვთქვათ ახლა ჩვენ ძალიან კომპრესირებულად გავიარეთ იმიტომ რომ სხვა შანსი არც ჰქონდა და
და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავდივართ ასევე მნიშვნელოვან ნაწილზე ფიდელ კასტროზე, რომელიც ჩვენ წინა თავში მასზე ვისაუბრეთ და წინა თავში ფიდელ კასტრო მივიყვანეთ უნივერსიტეტის კარებამდე. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა ხდება ხო მისთვის, მის ირგვლივ, სად დავტოვეთ ფიდელი და საიდან გავაგზავნოთ. კი ბატონო, მე ამერია 47 არ იყო, 45 წელს ფიდელი აბარებს ჰავანის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. აქაც თქვათ მნიშვნელოვანი ასპექტია, ხო, აი რომ ოჯახური ყოფა გავიგოთ. სანამ სწავლა დაიწყებოდა, მამამის მოსთხოვა, რომ ახალი მანქანა მჭირდება, რომ ბირანიდან ჰავანაში ჩავიდე და მამამისი უყიდის მას ახალ ფორდს, ეს ოჯახზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, ხო? და განვადებით არ გამოუყვანია. კი ბატონო, ის ჩადის ჰავანის უნივერსიტეტში, რა ხდება ამ დროს ჰავანის უნივერსიტეტში, ხო? ესე იგი, რამონ გრავოა პრეზიდენტი 45 წელია. სროლა, ცემატყება, განგსტერიზმი, სხვადასხვა ბანდების თარეში, ხო, ეს არის ასე ვთქვათ, ერთი მომენტი, მეორე ასე ვთქვათ, ფიდელი თავიდან ბოლომდე თავით გადაეშვება პოლიტიკაში, ხო? მას მაინდა-მაინც არ ინტერესებს, ესე იგი, იურიდიული მეცნიერება, პირიქით, ესე იგი, ცნობილია, რომ ესე იგი ბოლო წამს სწავლელი იყო როგორც სკოლაში. ხო, სწავლელი იყო, მაგრამ იმ სიცხეში დადიოდა შავი კოსტიუმით და გალსტუკით, ხო, ასე ვთქვათ, ეს რომ პოლიტიკური შტაბის-ცვლილება. კი, გიორგი, მან კიდე ერთი ორი ნაწილი იყო, მაგას რაც ახლავს, მის ვიხმაროთ თანამედროვე სიტყვებით, მის ამ აუთფიტს. ერთი დეტალი არის, რომ რევოლვერს მალავდა, ამ ასე ვთქვათ, ჩაცმულობის ქვეშ და იგი მუდმივად რევოლვერით დადიოდა და მეორე იყო პოლიტიკით კი იყო ძალიან გატაცებული და მუდმივად აი საჯარო გამოსვლები, აქტიური დებატები, მაგრამ როგორც ამბობენ მისი პერიოდის ასე ვთქვათ სტუდენტები, მასო ბევრი მაინც ჰავანაში პროვინციელად მიიჩნევდაო და ეს ძალიან გულს ტკენდა. მოკლედ რაღაც ესეთი ყველა ქვეყნის და დედაქალაქის საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი არის ერთი ასეთი სტუდენტი, რომელიც პოლიტიკით დაინტერესებულია, მაგრამ თან გულგატეხილი რიგი მიზეზების და გამო. ხო, ეს რევოლვერიც რატო იყო, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვათ რაქნა ამ რამონ გრაუმ ხო სხვადასხვა ამ პარტიებს დაურიგა თქვათ ერთი პოლიცია მისცა თქვათ სოციალისტურ რევოლუციურ მოძრაობას რომელიც თქვათ გააკრიტიკა ფიდელმა და მე მისმა უფროსმა შემოუთვალა რომ ხვალ თუ უნივერსიტეტში მოხვალ მოკლავთო რა დაანებე უნივერსიტეტს თავიოდა მას მისცეს რევოლვერი და ის მაინც სხვათა ის მას აღწერს რომ მე თქვათ გაამძაფრა რომ ფიქრობდი მივიდე არ მივიდე და მაინც მივედი მაგრამ მან ასევე მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობა რომ 15-მა კაცმა თქვათ ცოცხალი წრე დაარტყა ფიდელს და ასე თქვათ ბანდიტები რომელიც ელოდებოდნენ თქვათ ვეღარ ესროლეს მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყოლებს რა ხდება თქვათ 1957 წელს უკვე ჰავანის უნივერსიტეტში ხო რომ ესე იგი ასე თქვათ ეს სროლები ეს სხვადასხვა ეს მოძრაობები რომელსაც გასამხედროებული სროლა რო გამორიცხო პრინციპში მე ამ ეპიზოდში რადგან ცოტა ისე ვარ რა ქვია სუბუქად სროლა რო გამორიცხო ეხლა დაახლოებით იგივე ხდება რაც რაღაც მომენტში თესეულში ხდებოდა თვითმმართველობა რომ ადამიანს ხდებოდა და ეგეთი სიტუაცია ხა პოლიტიკურად მიუღებლებს უტყამდნენ ასე ვთქვათ ჰავანაში საინტერესოა რომ ფიდელს ძალიან უნდა თვითმმართველობის ან პრეზიდენტი გახდეს ან წევრი და ამაზეც ესე იგი თავს იკლავს რომ აირჩიონ და აირჩევენ მე გაუქმებენ ამ არჩევნებს ან ერთი ორი სროლაც იქნება მანუელ კასტროა ეგეთი პირი რომელიც კი ეს რომელიც მასთან დაკავშირებული არ არის მაგრამ ესე ვთქვათ ეგ ეპიზოდი ისე გამახსენდა კლას გადაშედა და ესე ვთქვათ ეს პოლიტიკაში გადაშვება კიდე რაში გამოიხატება ხო შედის ორ კომიტეტში ასე ვთქვათ ფიდელის სტუდენტობა შეიძლება აღიწეროს მაინც კომუნისტი არ იყოს სხვათა შორის ეს კაი მაგალითია მიუგზავნიან ჩე გევარასთან არ არის ესეც დაკავშირებული ალფრედო გევარას რომელიც იყო კომპარტიის წევრი უნივერსიტეტში და იტყვის რომ აზრი არ აქვს ამ კაცთან ეს კაცი არის ესე იგი კონსერვატორი კათოლიკე და საერთოდ არ გამოგვადგება ჩვენი მტერია და ასე ვთქვათ ეს ახალგაზრდული წლები სოციალისტობდა ფიდელი იყო ანტიიმპერიალისტი მაგრამ ანტიიმპერიალისტი იყო და უფრო ლათინური სამყაროს სულისკვეთება ქონდა კომუნიზმი ეს ერთი პოლიტიკურად არც ქონდა ესე გათვითცნობიერებული და არ იყო მყარი ხა ძალიან ბევრი ტრაქტატები და ტექსტები და მაშინ არ ქონდა ასე ვთქვათ პოლიტიკური შემეცნება ისეთი როგორც მოგვიანებით იმას ხო ხა რაღაც ამ ეტაპზე არის ნამდვილად ანტიიმპერიალიზმი არის ერთი სიტყვა რომელიც შეიძლება რომლითაც შეიძლება აღიწეროს ფიდელის სტუდენტობა და შედის ორ კომიტეტში. ეს არის
პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობის კომიტეტი და მეორე ეს არის დომინიკის რესპუბლიკის დემოკრატიის კომიტეტი. ხო, ორი სიტყვით რო ვთქვათ, დომინიკის რესპუბლიკაში ამ დროს ესე იგი დიქტატორი არის რაფაელ ტრუხილიო, რომელიც ასევე რა თქმა უნდა ამერიკის მხრიდან არის მხარდაჭერილი. და ასე ვთქვათ, ეს ინტერნაციონალიზმი, ლათინოამერიკული ინტერნაციონალიზმი, რო ჩვენ დომენიკელ ძმებს უნდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ ასევე ხო დომენიკელები იბრძოდნენ კუბის დამოუკიდებლობისთვის, ეს ფიდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აი ჩვენი ნახსენები განათლების მინისტრი ალფრედო ალემანი, რომელიც გაიქცა $20 მილიონი ლობირებს რამონ გრაუს მთავრობაში, რომ სამხედრო ექსპედიცია ჩავატაროთ, გადავსხათ დომენიკელი, ასე ვთქვათ, ემიგრანტები დომენიკაზე და დავამხოთ ტრუხილიო. დაახლოებით რაც შემდეგ 61 წელს ღორების ყურეში, თქვა ცენტრალური დაზვერვის ცენტრალური სამმართველო გაიმეორეს კუბის შემთხვევაში და ფიდელი ამ ექსპედიციის აქტიური მონაწილეა. კი, ფიდელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ექსპედიციის წევრი არის, ესა თქმა უნდა, გემით იყო დაგეგმილი გადასხმა ძალები, სადაც ფიდელიც იყო, თუმცა საზღვაო ძალებმა შეაჩერეს, ხო და ეს ექსპედიცია თავშივე ჩაიფუშა, მე ამ ექსპედიციას მოყვება, დამთავრდა, ასე ვთქვათ, უშედეგოდ, დამთავრდა ტრაგიკულად, იმიტომ რომ არ ვერ განხორციელდა ის გეგმები, თუმცა მე არ ვიცი ხა, მე ნაკლებად წარმომედგენია, რომ ეს იყოს სიმართლე, იმიტომ რომ ფიდელის დროს უკვე ხო სხვანაირად ყვებოდნენ ამ ისტორიებს, შეიქმნა ასეთი ისტორია, რომ ფიდელმა ნაპირამდე იარაღით ხელში გამოცურა ზვიგენებით სავსე ამ ბირანამდე გაცურა ავტომატით და მე თან ავტომატი ეჭირა კი და თან ზვიგენებს იგერიებდა, მოკლედ აქ მე მგონი ცოტა ისტორიის გაყალბებას არა, მაგრამ გაზვიადებას ჩემი აზრით აქ ადგილი თუმცა ხო, ეს ექსპედიციის ჩაფუშვაც ერთ-ერთი ის იყო, რომ საბოლოოდ ვაშინგტონიდან დარეკეს, რომ გაჩერდითო ხო, ხა რამონ გრაუ ამხელა დამოუკიდებლობა რამონ გრაუს რო ხა რეჟიმები ემხო მეზობელ ქვეყნებში არავინ არ მისცემდა და ეს ტკივილიც ალბათ და ეს სიმწარეც ფიდელმა ნამდვილად დაიმახსოვრა. კი, მან თან გიორგი ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ეგ ხდება 1957 წელს ეგ ამბავი ეს ფიდელი რო გადახტება, ასე ვთქვათ, ამ გემიდან და გაცურავს იარაღით. მე არის რაღაცა 1958 წელი დგება, როდესაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ კოლუმბიაში იმყოფება როგორც სტუდენტურ კონგრესზე ფიდელი ბოგოტასოს სახელით არის ეს ცნობილი, თითქოს რაღაცა რევოლუციის რეპეტიცია შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ ამ მომენტს, როდესაც ეს მასობრივი არეულობა იყო კოლუმბიაში, პოლიტიკური გამოსვლები იყო და ფიდელი აქ მიუხედავად იმისა, რომ კუბიდან არის წასული, ის არ არის როგორც უცხოელი დამკვირვებელი, არამედ აი თავით გადაეშვება, ასე ვთქვათ, ამ არეულობაშიც ქუჩებში დარბის აქეთ-იქით მონაწილეობას ღებულობს შეტაკებებში და როგორც ამბობენ, მან აქ თქვა ძალიან ისეთი ცნობილი და მისთვის საეტაპო სიტყვა, რომელიც შემდგომში გამოიყენა კიდეც სამწუხაროდ თუ საუბედუროთ, რომ სიტყვა კარგიაო, მაგრამ იარაღი არის აუცილებელიო და ეს რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოგოტასო გახდა მისთვის ისეთი პირველი რეპეტიცია სამომავლო გეგმებისა, რასაც იგი კუბაში გააკეთებს და უნდა გავიხსენოთ ხარ გავახტებით ცოტა იმ მომენტს, მაგრამ რევოლუციამდე მონკადას ფასაზე თავდასხმა და მთელი ეს იარაღით აჯანყებები იქნება, რაზეც ჩვენ მივალთ. მოკლედ დაახლოებით ესეთი სურათი არის, უნდა ვახსენოთ ასევე, რომ ფიდელს 1958 წელს მოყავს ცოლი და ამ ცოლის სახელი არის მირტა დიას ბალარტი. მისი ოჯახი არის საკმაოდ გავლენიანი, თუმცა ალბათ ცოლის და ოჯახის ხსენება ჩვენ გვჭირდება აქ იმ კონტექსტში, რომ დავინახოთ რითი ცხოვრობს ფიდელი. ეს რითი ცხოვრება არის ის, რომ მის ოჯახს არა აქვს რაღაც მომენტებში ელექტროენერგიის გადასახდელი ფული, უჭირს საბაზისო რაღაცეები, ასე ვთქვათ, საბაზისო პროდუქტები, თუმცა არა იმიტომ, რომ ფული საერთოდ არა აქვს ფიდელს და მის მეუღლეს, არამედ იმიტომ, რომ ფიდელი მთელ ფულს ხარჯავს წიგნებში, აი შენს მიერ ნახსენები ფორდის საწვავით გავსებაში და მთელი კუბისთვის წრეების დარტყმაში. რა თქმა უნდა, წრეებს არ არტყავს, რა ქვია, საქართველოში რო იციან ხოლმე საკუთარი პარტიის წევრებს რო ხვდებიან რაჭაში ან ასე შემდგომ. ფსევდო რეგიონალური პოლიტიკური ტურნეებისთვის არა, მართლაც თილობს, რომ ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკური კაპიტალი გაიზარდოს და ეს რევოლუციური სულისკვეთება მთელ ქვეყანას მოდოს. ანუ ამითი ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ იგი არის მთლიანად გადაშვებული პოლიტიკაში და საბოლოო ჯამში 1959-50 წელს უკვე თუ ძალიან შორს არ გავიჭერი და რამეს თქმა არ გინდა გიორგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამთავრებს უნივერსიტეტს
მას ხელში უჭირავს უკავია ერთის ხრივ იურისტის ადვოკატის დიპლომი, თუმცა მისი მთელი ფოკუსი არის პოლიტიკაზე მიმართული, რაშიც რა თქმა უნდა მას ეხმარება საკუთარი პროფესია, საკუთარი ამ ადვოკატობიდან გამომდინარე ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებს, დაიცვას ჩაგრულთა უფლებები, მათ შორის ეს იყოს ასე ვთქვათ პლაცდარმი, რითიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს და უნდა ვთქვათ, რომ აი ამ უფასო დახმარებების გამო ძალიან პოპულარული ხდება ის ჰავანის ღარიბ უბნებში, ჰავანის ასე ვთქვათ პროვინციალურ უბნებში და ქვეყნის ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა კიდევ უფრო გაჭირვებული იყო. აი ეს არის დაახლოებით ასე ვთქვათ სურათი, რა ვითარებაში ჩვენ ერთის ხრივ გვაქვს კუბა პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ ჩვენ ამ პირველი თავი გულისხმობს იმას, რომ უკვე წკიბზე ვართ ფულხენსიო ბატისტას გადატრიალებასთან და მეორე ხრივ ფიდელი უკვე როგორც უნივერსიტეტ დამთავრებული, ჩამოყალიბებული თუ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი თვალები მიმართული აქვს პოლიტიკისკენ, ხო? ეს არის და ეს მათ შორის რაც გიორგი მაახსენა ალბათ ეს გემის ისტორია, როდესაც იარაღით გადმოფრინდა გემიდან და ამითი აირი და დაპატიმრების რისკები და ეს ბოგოტასო მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სულ მალე მისი პირველი პოლიტიკური ექსპერიმენტები გვექნება ჩვენ მოსაყოლე. კი ბატონო, ის ასე ვთქვათ ამ წლებში საბოლოოდ წმუნდება ერთის მხრივ რომ ძალადობა თუ აუცილებელი არა, მაგრამ ასე ვთქვათ ისეთი ხერხია, რომლის გამოყენებაც არ უნდა შეგწყვეს და შეგეშინდეს, თუ საჭიროა პოლიტიკური მიზნებისთვის. და უკვე ამ 52 წლის სხვათა ის ცდილობს კენჭსიყრის ასე ვთქვათ ორთოდოქსის პარტიიდან ვთქვათ კუბის ქვედა პარლამენტის ქვედა პალატაში და უკვე 52 წელს მას შემდეგ რაც ბატისტა მოდის და ჩვენ რა თქმა უნდა მონკადას მოვყვებით დეტალურად ის ნელ-ნელა უკვე წმუნდება და იწყებს ასე ვთქვათ იმაში რომ ვთქვათ მცირე მასშტაბის სამხედრო აქციით შეიძლება ასე ვთქვათ რეჟიმის დესტაბილიზაცია მოახდინო იმ დონეზე რომ მოიპოვო ძალაუფლება. ხო აქ მან ლენინს გავს ალბათ საკუთარი წარმოდგენით რომ მცირე ჯგუფს შეუძლია დიდი ცვლილებებს მიაღწიოს. აქ კიდევ ახლა აღვნიშნოთ რომ ის იდეოლოგიური ზედნაშენი რომ აი კომუნისტი იყო ეს სიერა მაესტრას ჯუნგლებშიც კი არ იყო კომუნისტი ასე ვთქვათ ანუ საერთოდ რაღაცებს კითხულობდა მაგრამ ის რაც მე ვთქვათ გაკომუნისტდა იმიტომ რომ ხრუშოვისგან დახმარება მიიღო ეს უკვე სხვა საკითხია ხო ამ დროს ვინც ალბათ უფრო მეტად კომუნისტი არის მისი ძმა რაულ კასტრო ასევე სხვა ადამიანები თუმცა კუბის ლანდშაფტი რო ავიღოთ ერთის ხრივ კი არის ლეგალიზებული კომუნისტური პარტია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ კომუნისტურ პარტიასაც რეპუტაცია შელახული აქვს, იმიტომ რომ ბატისტას ასე ვთქვათ, ყურმოჭრილი მონები თუ არა, მის კოალიციაში არიან და მასთან კოლაბორაციის ეს დაღი აქვთ თავზე. შესაბამისად, ამ მომენტში ფიდელი არც კომუნისტი ყოფილა, გააზრებითაც ალბათ მემარცხენე ესე ვერ იქნებოდა უფრო ინსტინქტურად იყო სოციალისტი მემარცხენე იყო ანტიიმპერიალისტი ერთის მხრივ ამერიკა იყო მნიშვნელოვანი კი არა მთავარი მეტოქე და მეორე მხრივ ეს აი ადგილობრივი უსამართლობები რასაც ის მუდამ ხედავდა და რაც მხარდაჭერილი იყო ამერიკისგან ხო ეხა მის წარმოდგენაში როდესაც ბატისტა ან რომელიმე სხვა რამონ გრაუც იგივე მეორე ვადაში ამერიკელებთან დაახლოებას ცდილობდა სწორედ ამიტომ კომუნისტები მაქსიმალურად გაყარა მთავრობისგან ის კომუნისტები რომლებიც ფულხენსიო ბატისტამ თავის დროზე შემოიყვანა და უნდა ვახსენოთ რომ ბატისტამ ორი სამინისტრო ჩააბარა კომუნისტურ პარტიას რომელიც ერთი წლით ადრე იყო აკრძალული შესაბამისად აი ესეც ძალიან ისეთი გარდამტეხი და ბევრი ისეთი ქარტეხილით სავსე მომენტი იყო კუბაზე ეს არის ალბათ ხო გიორგი რისი დამატება შეგვიძლია სანამ ვეტყოდით მესამე ვჩერდებით 1952 წელს როდესაც ბატისტა ერთის მხრივ ხდება პრეზიდენტი თუ დიქტატორი საბოლოოდ და მეორე მხრივ ფიდელი უკვე გადაწყვეტს რომ საბოლოოდ და მკვეთრად დაუპირისპირდეს ბატისტას. მოკლედ, კარგი რაც არის, მე მგონი არის ის რომ დროის თვალსაზრისით ორივე პროტაგონისტი თითქმის დავაწიეთ ერთმანეთს, კონტექსტი ძალიანად ახსნელი არის და აქვე უნდა შემოვიტანოთ ერთი დამატებითი შრე, რომ ცივი ომიც ნელ-ნელა იქნება სახსენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოგვიანებით ითამაშებს საკუთარ როლს, როგორც კუბა-ამერიკის ურთიერთობაში, ასევე ფიდელის პოლიტიკურ სვლებსა და ბატისტას, ასე ვთქვათ, ნაბიჯებში. ეს არის ალბათ რისი თქმა ჩვენ შეგვიძლია დღეს. მე მიხარია რომ მესამე ეპიზოდი ჩავწერეთ ხალისიანად და შეგვიძლია ვთქვათ რომ და შეგვიძლია უთხრათ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს რომ
რაც თავში უნდა გითქვა, გამოიწერეთ რეალ პოლიტიკა, რო უყურებთ ხოლმე ამ იმას, ძალიან კარგი იქნება თუ კი ერთ subscribe-საც დაამატებთ. ასევე იგივე შეგიძლიათ დაალაიქეთ, დააშეარეთ, შეგიძლიათ, არ ვიცი, ვარსკვლავი გამოგვიგზავნოთ, რითიც გინდათ მოკლედ დაგვეხმარეთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება და ხო, აქ შევჩერდები და შემდეგ ეპიზოდს დაველოდოთ ერთად ყველა, რომელსაც მალე ჩავწერთ.